მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელესი გოზინაყის რეცეპტს. ნიგოზი 500 გრამი, ანუ 9 კილო, სოფლის, ჩემი სახლის ნიგოზი, გავარჩიე და მსუბუქად მოვხალე. ჩვენ მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც გვიყვარს ოდნავ მოხალული ნიგზით გაკეთება, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ისედაც გააკეთოს მოხალვის გარეშე. ცოტა შეწითლდა ნიგოზი. კარგად ურევთ ამასობაში, რომ არ დაიწვას და არ მიიწვას. აი ასე გამოიყურება უკვე გაგრილებული მოხალული ნიგოზი და დავჭერი, წვრილად არ ვჭრი, ცოტა მსხვილად დავჭერი, ზოგი ატარებს კიდეც, ანუ გატარებული ნიგზით აკეთებს, რა ვიცი, ჩვენ ესე მოგწონს. ამ რაოდენობის ნიგოს ჭირდება 250-260 გრამი თაფლი. ეს არის ნატურალური თაფლი, ესეც ჩვენი სოფლის. თაფლი ჩავასხი სქელძირიან ტაფაში და ადუღებამდე მივიყვანე. აი ოდნავ ბუშტუკები რომ გაიკეთა. გადმოვიღე. და კარგად რომ გაციებულიყო, კარგი ყინვებია ჩვენთან სოფელში და გავიტანე ჩემს აივანზე, რომელიც მოვრთე ჩემი ხელით, აქ ჩემი გაკეთებული სათამაშოებიც მაქვს, დაგათვალიერებინებ, ჩვენი ფისო ცოტა მყუდროება დაურღვიე და მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, გისურვოთ უამრავი ბედნიერება, სიკეთე, სიხარული, ხვავი, ბარაქა და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა, დანარჩენი ყველაფერი იქნება. ამასობაში გაგრილდა ჩვენი თაფლი და უკვე მეორედ რომ შემოვდგი ცეცხლზე, გასაცხელებლად დავამატე 1 სუფრის კოვზი შაქარი. ეს კარამელიზაციისთვის უკეთესი არის და არც დიდ არაფერს დააშავებს, ასე ვთქვათ. იგივე პროცედურა ჩავატარე, ანუ ცოტა ბუშტუკები რომ წამოვიდა, გავიტანე გარეთ, გავაგრილე და სამჯერ გავაკეთე, ასე სამჯერ გადმოვიღე ცეცხლიდან და შემდეგ ჩავყარე შიგნით უკვე დაჭრილი ნიგოზი. აქაც კარგად უნდა აურიოთ, კარგად, ცოტა დიდხანს უნდა მორევა, რომ თაფლი კარგად შეეზილოს, ანუ არ იყოს ძალიან ბევრი თაფლი წვენი, რომ გაუვიდეს გადმოღების დროს. აი ეს ნორმა, რაც დავწერე, არის ზუსტად იდეალური, რომ არც ერთი ზედმეტი წვეთი თაფლი არ აქვს. გადმოვიღე შემდეგ სველ ხის დაფაზე და ხის კოვზით, დასველებული ხის კოვზით უბრალოდ გადავასწორე, სანამ ცხელი არის და სანამ გაგრილდებოდა და შემდეგ ისევ კარგად დასველებული საფრტყელებელი ჯოხით გავაბრტყელე ესე სასურველ სისქემდე, რა თქმა უნდა, ზოგს სქელი უყვარს, ზოგს ცოტა თხელი და შემდეგ უკვე გაგრილებული გოზინაყი ხელით გვერდებზე შემოვასწორე. რომ რაც შეიძლება ნაკლები უსწორმასწორო ნაჭერი მქონოდა დაჭრის დროს. შემდეგ უნდა გააგრილოთ გოზინაყი. ჩემ შემთხვევაში მე არ დამჭირდა დანის გაცხელება, ცოტა დავასველე უბრალოდ დანის წვერი. მე ღამე გვიან გავაკეთე და მეორე დღეს დავჭერი. აი ასე იდეალურად იჭრება, არ სჭირდება არანაირი, არც იფხნება, არც იშლება. აი ასე დავჭერი და გადავანაწილე თეფშებზე. გამომივიდა 7 თეფში. სრულად გადანაწილდა 7 თეფშზე, რაც ჩემი ოჯახისთვის საკმარისი არის. აი ასე გამოიყურება. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, გააზიაროთ, გემრიელად მიირთვით და მრავალ შობა ახალ წელს. ნახვამდის.